ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, ანუ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა მზარდია. 2025 წლის 6 თვეში ამ მარშრუტით 2.300.000 ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორ უნდა შეინარჩუნოს შუა დერეფნის მარშრუტმა მზარდი კონკურენციის პირობებში აქტუალობა და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე არიან მონაწილე ქვეყნები. ამ საკითხებზე მსჯელობდნენ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. გაციფრულება მონაწილე ქვეყნებს შორის მეტი კოორდინაცია და დამატებითი ინვესტიციების საჭიროება ინფრასტრუქტურაში. სწორედ ეს საკითხები გამოიკვეთა ღონისძიების ფარგლებში. ჩვენ ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს, ჩვენი ამ შემთხვევაში საქართველოს როგორც მედროშე ქვეყნის აზიის ევროპასთან დაკავშირების ფორმატში, ეს შანსი არ უნდა გაუშვათ, ვინაიდან შუა დერეფანი კიდევ ერთხელ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მოხდეს ის შეთანხმებები, რომელიც შეცვლის შუა დერეფნის დანიშნულებას. უფრო აქტიურს გახდის და უფრო გამოყენებას გახდის როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი რეგიონის ქვეყნებისთვის. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივაა და საქართველოს მის შუაგულში მდებარეობს. თელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის, რომ შევაფასოთ თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუა დერეფანი რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. უდავო ფაქტია, რომ საქართველო ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლოს ვართ, ბევრი კუთხით ვართ დაკავშირებულები, მაგრამ მეტი გვინდა მეტი საბორნე მიმოსვლა. მეტი კაბელები, რომლებიც ორ ქვეყანას დააკავშირებს, რადგან რამდენადაც გვესმის საქართველოს მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შავი ზღვა და შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის. დაინტერესებულები ვართ ევროპისა და აზიის დაკავშირებით და ვერ ვხედავთ ამ პროცესში საქართველოსთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას. მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე პორტების შეზღუდული გამტარუნარიანობა და არასაკმარისი ლოგისტიკური ცენტრები. სწორედ ეს საკითხები სახელდება კერძო სექტორის მხრიდან ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას აფერხებს. პორტების მიმართულებით გამოწვევა ამ ეტაპისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ გამტარუნარიანობა ფაქტობრივად მაქსიმუმზე არის მიღწეული და ჭირდება მას განვითარება. ამ მხრივ ფიქრობ სახელმწიფოს მხრივ ის ინიციატივა, რაც არის ანაკლიის პორტის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება და ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს ეს პროექტი. ლოჯისტიკურ ცენტრებს რაც შეეხება, ახლა ავახსენე რომ დღესდღეობით არ არის ესე კომპლექსური ლოჯისტიკური ცენტრი, უფრო მეტად კონცენტრირებულია ჩვენთან, ჩვენს ტერიტორიაზე, უფრო სასაწყობო მეურნეობები და უფრო მარტივი ზოგადი სერვისებს ვთავაზობთ საერთაშორისო ტვირთებს და ტვირთის მფლობელებს. ლოჯისტიკური ცენტრის განვითარება დაეხმარება მოიზიდოთ ტვირთები, ადგილზე მოხდეს მათი დამუშავება, გადახარისხება და სხვა მიმართულებებით გაგზავნა. ძირითადი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის ინფრასტრუქტურული, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა თავსებადი იყოს, ასე ვთქვათ, დიგიტალიზაციის მაღალი თავსებადობა იყოს მიღწეული, რადგან მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, ეს კორიდორი, რა თქმა უნდა, ასწრაფებულია, ორჯერ უფრო სწრაფად ვაკეთებთ ტვირთების გადაზიდვას, ვიდრე თქვათ, რამოდენიმე წლის უკან, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება. იმას, რომ არსებული პორტები უკვე შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM ტერმინალშიც ადასტურებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ წელს პორტში რეკორდული მოცულობის ტვირთბრუნვა დაფიქსირდა. შესაბამისად, APM ტერმინალში კიდევ ერთხელ საუბრობენ ნავსადგურის გაფართოების საჭიროებაზე, რაზეც საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს წელი რეკორდული იქნება საქართველოში APM ტერმინალისთვის. ვარაუდობთ, რომ ტვირთბრუნვა 600,000 TEU-ზე მეტი იქნება, რაც პირველი წელი იქნება, როდესაც ამ დონეს მივაღწევთ. ეს ჩვენს სიმძლავრეს საკმაოდ უახლოვდება და ამიტომ მომავალი წლისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სიმძლავრე. პორტის გაფართოებაზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გქონდა. ფოთის პორტი და ზოგადად საქართველოს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია შუა დერეფნისთვის და ქვეყნის შესაძლებლობების გამტარუნარიანობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კვლავაც მტკიცეთ გვსურს გაფართოება და მოუთმენლად ველით ამ საუბრების გაგრძელებას და იმედი გვაქვს, რომ პასუხს მალე მივიღებთ მთავრობისაგან.
რამდენად შეძლებს შუადერეფანი ტვირთების შენარჩუნებას მზარდი კონკურენციის ფონზე? ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დღის წესრიგში დადგა მომავალ წლებში ახალი სატრანსპორტო მარშრუტის, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გააქტიურების შესაძლებლობა. ამ მიმართულებით კერძო სექტორისა და სპეციალისტების მოსაზრებები ორად იყოფა. შუადერეფანი აღარ არის ალტერნატივა, ის არის სტაბილური, სანდო, ეფექტიანი დერეფანი, რომელმაც დაამტკიცა თავისი მნიშვნელობაც და ეფექტურობაც ბოლო 2 წლის განმავლობაში. ზანგეზურს რაც შეეხება, ზოგადად გლობალური ვაჭრობა ვითარდება, იზრდება. კონკურენცია ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ფასები აისახება საბოლოო მომხმარებლის მიერ გადახდილ ღირებულებებში. შუადერეფნის მნიშვნელოვანება მე არ ველი რომ დაიკარგება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარება ყველა ჩართულ სახელმწიფოში, განხორციელდა და იგეგმება რომ განხორციელდეს უზარმაზარი ინვესტიციები. ახალი დერეფანი ზანგეზურის დერეფანი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება რაღაც საერთო ჯიბიდან ტვირთნაკადების გადანაწილება, ეს იქნება აბსოლუტურად კონკურენტი დერეფანი. აქ შეიძლება რამდენიმე ციფრის თქვა, ამას კვლევა სჭირდება, რომ დაახლოებით 1,5 მილიონი ტონა ტვირთის დაკარგვის ალბათობაც კი არსებობს ჩვენი დერეფნიდან, რომ გადავიდეს ამ დერეფნით. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ნავსადგურებმა 12 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს. წლიურ ჭრილში ეს 1,4%-იანი ზრდაა. კლება ფიქსირდება რკინიგზის ტვირთბრუნვის მიმართულებით, რამაც წელს 9 თვეში 9,793,000 ტონაში ადგინა. ამ მიმართულებით კლება 5,8%-ია.